როგორ მოხდება პედაგოგთა სერტიფიცირება, როგორ აისახება მასწავლებელთა შრომა მათ ანაზღაურებაზე, რა საფეხურების გალვა მოუწევთ პროფესიული წინსვლისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მიიღეს. მათთვის საინტერესო კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მაინტერესებდა რამდენად მექნებოდა სქემაში ჩართვის შემეძლებოდა ჩართულიყავი სქემაში, რომელ კატეგორიაში მოხვდებოდი და მსგავსი შეკითხვები და ვთვლი რომ ამ დაგვარი შეხვედრები უფრო მეტი უნდა ჩატარდეს არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის, რადგანაც მათ ნაკლებად მიეცათ სასერტიფიკაციო გამოცდაში გასვლის საშუალება, ეს იყო დაკავშირებული ენობრივ ბარიერთან, რომელიც არის შექმნილი არაქართულენოვან სკოლებში. თუ კანონში ცვლილებები შევა 2015 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით შემდეგ პროფესიულ კატეგორიებად მენტორ, მკვლევარ, წარშინებულ და პრაქტიკოს მასწავლებლებად დაიყოფიან. პედაგოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფა მისაღებია, რადგან ეს მათ თვითგანვითარების სტიმულს გაუჩენს. თუმცა პედაგოგების სქემაზე საუბრისას განმარტავენ, რომ იგი დასახვეწია და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესატანი. მათი მტკიცებით სტანდარტის შემუშავების პროცესში პედაგოგმა მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. ვფიქრობ, თუ მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს მაგალითად სტანდარტის შემუშავებაში, მიიღებს მაგალითად კრიტერიუმების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, თვითონ იცის მასწავლებელმა უფრო სკოლაში რას უნდა მიექცეს ყურადღება და რას არა, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მასწავლებელი ერთვება ამ პროცესში. პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას ორგანიზება ეროვნებად შორის ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრმა გაუწია, რომელშიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიც ჩაერთო. შეხვედრები 2 კვირის წინ დაიწყო და იგი მთელ საქართველოში მიმდინარეობს. განსაკუთრებული მუშაობა კი ქვემო ქართლსა და სამხრეთ-ჯავახეთის არაქართულენოვან პედაგოგებთან ხდება. ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტის განმარტებით მასწავლებელთა პროფესიული წინსვლისთვის მსგავსი სისტემის არსებობა ბუნებრივია. თვითონ კატეგორიზაცია, ანუ მასწავლებლების პროფესიონალიზმის მიხედვით დაყოფა არ იწვევს კამათს. კამათს იწვევს როგორც მასწავლებელთა წრეში, ისე პოლიტიკოსთა წრეში, კამათს იწვევს ამისი სამართლიანად დადგენის, სამართლიანად შეფასების, დიახ, ვინ შეაფასებს, რა კრიტერიუმით შეაფასებს, ამაზე მსჯელობა. და მეორე, ძირითადი უკმაყოფილება არის გამოწვეული რა თქმა უნდა, ამ სიახლესთან დაკავშირებული ფინანსური და მატერიალური გადაწყვეტილებების დაყოვნებით. რა გზის გავლა მოუწევთ პედაგოგებს კატეგორიიდან კატეგორიაში გადასასვლელად და რა სახის აქტივობებით შეძლებენ პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურებას ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, ვის შეეძლება შეაფასოს და კატეგორიები მიენიჭოს პედაგოგებს.